რომელიც მინასაც დავწერდი მის ცხოვრებაზე რაიმეს მოვყვებოდი. ამ შემთხვევაში ბიოგრაფიიდან ალბათ რაღაცა მცირეოდენ. ეს წმინდანია წმინდა სერაფიმე საროველი და ახლა წავიკითხავ რაც ამოვიწერე. სასწაულთ მოქმედი ღირსი სერაფიმე საროველი ერისკაცობაში პროხორე მოშნილი. დაიბადა კურსკში 1754 წლის 19 ივლისს. მისი წმინდანად კანონიზაცია მოხდა 1903 წელს. მამა ისიდორე ადრე გარდაცვლია და დედა მაგზარდა. ერთხელ პროხორე მშენებარე ტაძრის მაღალი სამრეკლოდან ჩამოვარდა და უნებლად გადარჩა. შემდეგ სასიკვდილოდ დაავადდა, მაგრამ ძილში ღვთისმშობელი იხილა, რომელმაც განკურნება აღუთქვა და მონახულება. მართლაც მათი ეზოს წინ პროცესიამ ჩაიარა ჯვრებით და ღვთისმშობლის ხატით. დედამ ხელში ატაცებული ბავშვი გამოარბენინა და ხატს შეახო, რის შემდეგაც მან სწრაფად დაიწყო გამოჯამრთელება. მას საოცარი მეხსიერება ჰქონდა და ადვილად და მალევე შეისწავლა წერა-კითხვა. ძალიან უყვარდა ღვთისმსახურებაზე დასწრება, წმინდა წერილის და წმინდათა ცხოვრების კითხვა. მომავალში მან გადაწყვიტა მონასტერში წასვლა. დედამ დალოცა პროხორე და ჯვარი აჩუქა, რომელსაც წმინდანი მთელი ცხოვრების მანძილზე თან ატარებდა. პროხორე ფეხით ჩავიდა კურსკიდან კიევში, პეჩორის სიწმინდეების თაყვანისაცემად. იქ გაიცნო სქემონაზონი დოსითეოსი და მან ურჩია პროხორეს საროვოს უდაბნოში დამკვიდრება. აქედან მომდინარეობს სერაფიმ საროველი. წმინდა სერაფიმეს გამოცხადებით ემცნო დედამიწაზე ღვთისმშობლის პირველი წილხვედრია საქართველო, მეორე ათონი, მესამე კიევო-პეჩორის ლავრა და მეოთხე დივეევო. 1823 წლის 1 იანვარს უკანასკნელად ეზიარა. 2 იანვარს დილის 6 საათისათვის წმინდანის მორჩილმა პავლემ მისი კელიიდან გამომავალი დაამწვრის სუნი იგრძნო. წმინდანი ყოველთვის ანთებდა სანთლებს, მაგრამ ამბობდა: სანამ ცოცხალი ვარ, ჩემს კელიაში ხანძარი არ გაჩნდება, ჩემი სიკვდილი ხანძრით გაცხადდებაო. როცა კარი შეაღეს, დაინახეს, რომ წიგნებსა და სხვა ნივთებს ცეცხლი მოსდებოდა. მამა სერაფიმეს კი ღვთისმშობლის ხატის წინ მუხლ მოყრილს სული უფლისათვის შეევედრებინა. მოკლედ საინტერესო ისტორია აქვს, ვიცი, ჩემთვის ძალიან მოსაწონი. რაც შეეხება ახლა კითხვას, კი ვიცი, ჩვეულებრივად გამართულად კითხულობ, მაგრამ ესე არასოდეს ყოფილა, რომ ესე სახალხო წამეკითხოს რამე და ცოტა დაბნეულობისათვის და ცოტა არაგამართული კითხვისათვის ბოდის ვიხდი. ნელა ის კომპლექსებიც მომეხსნება და თუ გავაგრძელებთ ესეთი